სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანმანათლებლო პროექტ მოსიარულე ბიბლიოთეკის ორგანიზატორებს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. იდეის ავტორებმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელ სამომავლო გეგმები და პროგრამის შინაარსი გააცნეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდული ეროვნული ბიბლიოთეკის ვისოლი ჯგუფისა და სხვადასხვა გამომცემლობის ხელშეწყობითა თუ ორგანიზებით იმართება. კათოლიკოს პატრიარქმა მოწვეული სტუმრები დაალოცა და მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ვიყავი ნაკურთხი ეპისკოპოსად, შემოქმედებელ ეპისკოპოსად და გაიხსნა სასულიერო სემინარია მცხეთაში. მე ვიყავი პირველი რექტორი. სულ 4 თუ 5 მასწავლებელი იყო და სტუდენტებიც 5-6 იყო. მე მივმართე ჩვენ სტუდენტებს, რომ წიგნები წაიკითხა. ჩემი წიგნები მივიტანე. თვითონ საპატრიარქოშიც იყო ბიბლიოთეკა. და მაინც თავს არ იწუხებდა. და მე თვითონ დავრიგე წიგნები და უცხარი რომ ეს წიგნები წაიკითხეთ ერთი კვირა მივეცი და მე იქნება განხილვა. ესე იგი განხილვა რომ უთხარი ძალიანებურად უნდა წაიკითხე, იმიტომ რომ უნდა სცოდნო მოხსენება უნდა გაიკეთო შიდა არსი შესახებ. ასე დაიწყე ჩვენ კითხვა სემინარიაში. შეგვიძლია ხალხს მოუწოდოთ, რომ რაც ზედმეტი აქვს წიგნები, თქვენ გადმოგცემ და თქვენ აჩუქებთ ხალხს. მაგრამ მარტო ჩუქება არ ხმარა. აი ეს საკითხი უნდა და განხილვა. ამ განხილვას აქვს თავარი ძალა. მოსიარული ბიბლიოთეკა დაიწყებს რეგიონების შემოვლას, სადაც დავითიანი სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა სოფელში ჩაიტანს წიგნს, დაურიგებს ახალგაზრდებს და მონაწილეობას ყველასთან ერთად მივიღებთ ჩვენი ქვეყნის განათლების ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში. სტუდენტურმა ერთიანობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარმოადგინა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წიგნების ჩატანას აბსოლუტურად ყველა სოფელში და რეალურად ამ საშვილიშვილო წამოწყებას ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ერთხმად მხარი დაუჭირა. 2008 წლის